ძველით ახალი წლისთვის სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით თოვს პროგნოზირებენ. ამინდის გაუარესებას ელოდებიან აჭარაში. სინოპტიკოსების ცნობით ხვალდღის მეორე ნახევრიდან ქალაქში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე კი შტორმი 4 ბალამდე გაიზრდება. სინოპტიკოსები აჭარის ზღვისპირა ტერიტორიაზე თოვს არ პროგნოზირებენ. ისინი ნალექს ძირითადად წვიმის სახით ელოდებიან. გიორგი ბაჯელიძის თქმით, ტემპერატურის ვარდნა 3 გრადუსზე ქვემოთ ნავარაუდები არ არის. უამინდობა რეგიონში 15 იანვრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც 2 დღით გამოიდარებს. 18 იანვრიდან კი კვლავ ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი. ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამენ ენერგოპრო ჯორჯიასა და აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. ენერგოპრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ თუ კი რეგიონში წინა თვის მსგავსად უხვინა ლექი არ მოვა, მოსახლეობას ენერგომომარაგების პრობლემა არ შეექმნება. დღეისთვის ამინდის გაუარესებას არ ველოდებით. ხვალე დღის მეორე ნახევარში გადადის დასავლეთის მიმართულებით. ქარი იქნება 10-15 მეტრი წამში დასავლეთის, სხვა 4 ბალი. ესეთი ამინდი გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში და 15-დან ისევ გამოიდარებს და ქარი დაწყარდება და აღმოსავლეთის მიმართულების იქნება. ნალექი იქნება ძირითადად წვიმის სახით. ხო, ნალექი იქნება ძირითადად წვიმის სახით და ამ 2 დღის განმავლობაში თოვლის სავარაუდოდ არ ველოდებით. საშტორმო გაფრთხილება მიღებული გვაქვს. ველოდებით ახლობით 4-დან 5 ბალამდე, შტორმს 13-დან 14 ჩავთვლით, უფრო 13 რიცხვის დღის მეორე ნახევარში. გაფრთხილებულია როგორც სანაპირო მოსახლეობა, ასე ვთქვათ, მეთევზეები და ვართ სულ მზადყოფნაში. თუ ვინმეს დაჭირდება ჩვენი დახმარება. გემები უკვე შემოვიდნენ. გემები ხვალისთვის ნაწილი შემოსულია, ხვალისთვის მთლიანად შემოვლინი ახლობის ტერიტორიაზე. თუ არ იქნა ისეთივე დონის სტიქია, თუ არ დაგვატყდა თავს ისეთივე დონის სტიქია, ყველა შემთხვევისთვის მზად ვართ. ის დაზიანებები, რაც გამოიწვია წინა სტიქიამ, ყველა აღმოფხვრილია, ყველაფერი მუშაობს, ნორმალურად არის ყველაფერი, მაგრამ კიდევ გემივარებთ, რომ სტიქიის წინააღმდეგ ჩვენ უძულერები ვართ.